დიახაც ერთის ხრივ მე ქრისტეს ღმერთობა უნდა ვირწმუნო, თორე ცოდვაში ვარ, მაგრამ მეორეს ხრივ უნდა ვიცოდე, რომ მე ქრისტეს ესე ადვილად ვერ დავინახავ. მე მიგვიშვებს ესე მიხვიდე და მოეპოტინო, აბა გამომეცხადე, აბა დამენახე, აბა დამელაპარაკე, გარკვეული პერიოდი ულოცულობ და მოხვალ და რაღაცა ვერ აღგზნობ ღმერთს ადამიანი იტყვის. აი ვეზიარები მამაო და ღმერთს ვერ აღგზნობ, რაშია საქმე? რაშია საქმე? რაშია საქმე? რაზე გვაქვს პრეტენზია, წარმოგიდგენია? ჩვენ და ძალიან კარგად დავაკვირდეთ საკუთარ თავს, რას ვითხოვთ, როგორ ვითხოვთ. ობიექტური რეალობა, ანუ სიმართლეა, რომ მამასთან არის უფალი და ჩვენ მას ვერ ხედავთ. მაგრამ ამავე დროს გვაქვს ვალდებულება, რომ გწამდეს, იმიტომ რომ ვერ ხედავ და გწამს, ნეტარნი ვარ და აბა როგორ თუ ვერ ხედავ, როგორ გწამდეს? აი აქ იწყება ზუსტად ომი, ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ მადლის ჭურჭლად ვიქცეთ და შინაგანი მისტიური სიღრმით გქონდეს ერთობა ღმერთთან და პარადისობაში გასასვლელი ჩემ ვიზუალურ კონტაქტებში კი არ არის, აბა დავინახო და ხელი მოვუკიდო და სურნელება ვიგზნო და რაღაცა განვიცადო და პარადისობაში გასასვლელი, ანუ ქრისტესთან გასასვლელი ისევ ჩემი გულიდან არის.